სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდოდი სასწავლებლად, მე მუშაობდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სადაც წლების მანძილზე ვიბრძოდი, ასე ვთქვათ, იმ გაუმჭვირვალე პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც ჰქონდა სახელმწიფოს. ამ ხნის მანძილზე დაწყებული იქიდან, რომ ვიცავდი სასამართლოში იმ მოსამართლეთა ინტერესებს, რომლებიც შეეწირნენ, ასე ვთქვათ, პირველ ტალღას, მაგალითად 2005 წელს თქვენ იცით, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები სრულიად უკანონოდ გაათავისუფლეს, როგორც რიგითი საჯარო მოხელეები, დასრულებული იმითი, რომ მე ძალიან დიდი წვლილი შევიტანე იმაში, რომ მაგალითად საქართველოს სახელმწიფოს რატიფიცირება გაეკეთებინა ოფიციალურ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის შესახებ ევროპული კონვენციისა და მთელი ამ ხნის მანძილზე ვიბრძოდი იმისათვის, რომ ადამიანების ცოდნის უფლება, ინფორმაციის თავისუფლება, რაც ჰქონდა კანონით, ასე ვთქვათ, უკვე რეგლამენტირებული, ის შენარჩუნებული იყო და კიდევ უფრო გაუმჯობესებული იყო. მე ვფიქრობ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ვინაიდან ვიბრძოდი ადამიანის უფლებების დასაცავად და ამ ხნის მანძილზე არასოდეს არ ყოფილ ვარ არანაირ კავშირში არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან და მთავრობასთან, ჩემი სახით საქართველოს ეყოლება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.